ღმერთო, ვიცი რომ არ არსებობ, მაგრამ თუ კი შემთხვევით არსებობ, რაც მე ეჭვება, მოვალე არ ვარ რომ წამდე. შენ ხარ მოვალე რომ გამიცხადო საკუთარი თავი. ახალგაზრდა ებრაელი ათეისტი, რომელმაც ეს ქარაფშუტული ლოცვა წარმოთქვა, გახლდათ რიჩარდ ვურმბრანდი. რა იცოდა მან, რომ ღმერთი უპასუხებდა მის ლოცვას, ქრისტეს მსახურებისაკენ მოუწოდებდა და მისი მეშვეობით დააფუძნებდა მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ მსახურებას, რომელიც დღემდე ეხმარება დევნილ ეკლესიას. რიჩარდ ვურმბრანდი 1909 წელს დაიბადა ბუქარესტში, ღარიბი ებრაელი სტომატოლოგის ოჯახში. 4 ვაჟს შორის ის ყველაზე პატარა გახლდათ. რიჩარდი 9 წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. ვურმბრანდები სიღარიბეში ცხოვრობდნენ და რიჩარდს ხშირად ქურდობაც კი უწევდა საკვების საშოვნელად. მიუხედავად გაჭირვებისა, რიჩარდს უყვარდა კითხვა და განათლებაც, ძირითადად მამის დანატოვარი წიგნებიდან ჰქონდა მიღებული. რიჩარდი არამხოლოდ დიდად განათლებული ადამიანი იყო, რომელიც 9 ენაზე მეტყველებდა, არამედ ნიჭიერი ბიზნესმენიც გახლდათ. ახალგაზრდა რიჩარდ ვურმბრანდი უკვე მარქსისტი და ათეისტი იყო. კომუნისტურმა პარტიამ ის მოსკოვში გაგზავნა სასწავლებლად. რიჩარდი სამშობლოში დაბრუნდა როგორც კომუნისტების აგენტი. ამიტომაც ხშირად მოსდიოდა უთანხმოება რუმინეთის ხელისუფლებასთან. სხვა რუმინელ კომუნისტთა მსგავსად, ისიც რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1936 წელს ის საბინა ოსტერზე დაქორწინდა, რომელიც ასევე ებრაელი გახლდათ. მათი ვაჟი მიჰაი დაიბადა 1941 წელს. წყვილი შეძლებულად და მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა როგორც თავად რიჩარდი იხსენებდა, სხვებიც მეზიზღებოდა და საკუთარი თავიც მძულდა. რიჩარდი ათეისტი ძირითადად იმ ტანჯვის გამო გახდა, რომელსაც ის ირგვლივ ხედავდა. ფიქრობდა, რომ კეთილი ღმერთი არასდროს დაუშვებდა მსგავს გასაჭირსა და უბედურების არსებობას ადამიანთა შორის. თუმცა ღმერთი ნელ-ნელა მოქმედებდა მასში. რიჩარდ ვურმბრანდის ცხოვრებისეული ისტორიის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილი მისი ტანჯვა როდია, რადგან მილიონობით ადამიანს უტანჯია ქრისტეს რწმენის გულისათვის. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ გამოიყენა ღმერთმა დიდარი, ახალგაზრდა ათეისტი და ღარიბი და მოხუცებული მორწმუნე, რათა ყველა ჩვენგანს დაგვენახა ერთგულების მნიშვნელობა. რიჩარდი ტუბერკულიოზით დაავადდა. ექიმმა მას მთის სოფელში წასვლა ურჩია. სოფელში, რომელიც რიჩარდმა აირჩია, მოხუცი გერმანელი ქრისტიანი დურგალი, კრისტიან ვოლფკესი ცხოვრობდა. ვოლფკესის ოცნება იყო ის, რომ ებრაელი მოექცია ქრისტიანობაზე და ლოცულობდა, რომ სიკვდილამდე ღმერთს მისთვის ამის შესაძლებლობა მიეცა. ღმერთო, ამ დედამიწაზე შენ გემსახურებოდი და მსურს რომ ჯილდო აქაც მივიღო და ზეცაშიც. ჩემი ჯილდო კი ის იქნება, რომ სიკვდილამდე ებრაელი მოვაქციო ქრისტესკენ, რადგან თავად იესო ცხომ ებრაელი ხალხიდან იყო, მაგრამ მე ღარიბი, მოხუცი და სნეული ვარ. არ შემიძლია რომ წავიდე და თავად ვეძებო ებრაელები. ჩემს სოფელში კი არავინაა ებრაელი. მოიყვანე ებრაელი ჩემს სოფელში და ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ქრისტესთან მოვიყვანო იგი. რიჩარდის გაცნობისას ვოლფკესი მიხვდა, რომ ღმერთმა უპასუხა იმ ლოცვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში აღავლენდა და გამოუგზავნა ებრაელი, რომლისთვისაც შეეძლო სახარების შესახებ ეუწყებინა. ვოლფკესი და მისი მეუღლე დიდი სიყვარულით შეხვდნენ რიჩარდსა და საბინას. მათ იესო ქრისტეს შესახებ უქადაგეს ცოლ-ქმარს და ბიბლიაც აჩუქეს. მოგვიანებით ვურმბრანდი წერდა: არავითარი მიზეზი არ მქონდა იმ სოფელში წასასვლელად. რუმინეთში 12,000 სოფელია. მაგრამ მე მაინც და მაინც იქ წავედი. რომ და მინახა ებრაელი ვიყავი მიხვდა, ეს მისი ლოცვის პასუხი იყო და ბიბლია მომცა წასაკითხად. მანამდე ბევრჯერ მქონდა ბიბლია წაკითხული, უბრალოდ კულტურული ინტერესის გამო. თუმცა მისი მოცემული ბიბლია თითქოს სრულიად სხვანაირი იყო. როგორც თავად მითხრა მოგვიანებით, ის და მისი ცოლი საათობით ლოცულობდნენ იმისათვის, რომ მე და ჩემი ცოლი ქრისტესკენ მოუქცეულიყავით. ბიბლია, რომელიც მან მომცა, არა იმდენად სიტყვებით იყო დაწერილი, რამდენადაც მის ლოცვათა მიერ აგიზგიზებული სიყვარულის ცეცხლით. ძლივს ვკითხულობდი, მხოლოდ ვქვითინებდი გადაშლილ ბიბლიასთან და ჩემს ამაზრზენ ცხოვრებას ქრისტესას უდარებდი,
ვადარებდი ჩემს უწმიდურებას მის სიმართლესთან, ჩემს სიძულვილს მის სიყვარულთან და მანაც მიმიღო, როგორც თავისი შვილი. რიჩარდი და საბინა ქრისტიანები გახდნენ. რიჩარდი 1928 წელს მოინათლა ებრაელი ქრისტიანი ხუცესის, ისააკ ფაინშტაინის მიერ. სწორედ ის ეხმარებოდა ახალმოქცეულ რიჩარდს სულიერად ზრდაში. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. რუმინეთი გერმანიის მოკავშირე გახდა და შესაბამისად ანტისემიტიზმმაც იმძლავრა. სწორედ რუმინეთში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პოგრომი ებრაელთა ისტორიაში. 1941 წლის 27 ივნისს ქალაქ იასიში 13,000-ზე მეტი ებრაელი ამოწყვიტეს. მათ შორის იყო რიჩარდის ძვირფასი მეგობარიც, ხუცესი ფაინშტაინი და იქ მცხოვრები ყველა ებრაელი ქრისტიანი. რიჩარდი და საბინა ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარში ქადაგებდნენ და ებრაელ ბავშვებს იცავდნენ გეტოებში მოხვედრისაგან. მათ ხშირად იჭერდნენ და სცემდნენ. საბინას მთელი ოჯახი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა, თუმცა ისიც და რიჩარდიც ყველას ხსნის შესახებ უქადაგებდნენ, მათ შორის ციხის მცველებსა და ჯარისკაცებსაც. მეორე მსოფლიო ომი დამთავრებულიც არ იყო, რომ კომუნისტებმა დაიკავეს ქვეყანა და რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ბლოკის ნაწილი გახდა. რიჩარდი, რომელიც ახლა უკვე ლუთერანი ღვთისმსახური იყო, გაბედულად უქადაგებდა საბჭოთა ჯარისკაცებს. 1945 წელს ხელისუფლებამ მოაწყო ეგრეთ წოდებული სექტების კონგრესი, სადაც რელიგიურ წინამძღოლებს ღიად უნდა გამოეხატათ მხარდაჭერა კომუნისტური ხელისუფლების მიმართ. ვურმბრანდების იზოლებულნი იყვნენ, რომ ამ კონგრესს დასწრებოდნენ. დაახლოებით 4,000 ადამიანი იყო იქ თავმოყრილი. ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმა უარყო იქ თავისი რწმენა. იმ დროისათვის რიჩარდი უკვე ცნობილი ავტორი და ხუცესი იყო მთელ რუმინეთში. ჯერ როგორც ანგლიკანი, ხოლო შემდეგ როგორც ლუთერანი სასულიერო პირი. ის ველახთქმას ასწავლიდა ბუქარესტის ბაპტისტურ სემინარიაში და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენელი გახდათ. საბინამ რიჩარდს უთხრა: ადექი და ქრისტეს სახიდან სირცხვილი მოსწმინდე. რიჩარდმა მიუგო, რომ თუ ამას იზამდა, ის ქმარს დაკარგავდა. საბინას პასუხი ასეთი იყო: შიშარა ქმარი არ მჭირდება. რიჩარდიც ადგა და 4,000 კაცის წინაშე გაბედულად განაცხადა, რომ ქრისტიანთა მოვალეობა იყო მხოლოდ და მხოლოდ ღვთისა და ქრისტეს განდიდება. 1948 წლის 29 თებერვალს, დილით, როცა რიჩარდი ეკლესიაში მიდიოდა, საიდუმლო პოლიციამ გაიტაცა იგი. რიჩარდ ვურმბრანდმა არსებობა შეწყვიტა. ციხეში ის დაარეგისტრირეს როგორც ვასილე გეორგესკუ და თავისი ნამდვილი სახელის წარმოთქმაც კი აუკრძალეს. რიჩარდმა პატიმრობის 2 ვადა მოიხადა. სულ 14 წელი. მათგან 3 წელი სრულიად მარტოდ გაატარა ფანჯრებისა და კარის არ მქონე საკანში. დღე-ღამეში 17 საათის განმავლობაში ერთსა და იმავე ფრაზებს უმეორებდნენ განუწყვეტლივ. კომუნიზმი კარგია, ქრისტიანობა სისულელეა, უარი თქვი. რიჩარდი იხსენებდა, რომ საღი-გონება იმით შეინარჩუნა, რომ დღისით ეძინა, ღამით კი ეღვიძა და გონებასა და სულს ქადაგებათა მომზადებითა და წარმოთქმით ავარჯიშებდა. თავისი გასაოცარი მეხსიერების წყალობით მან 350 ქადაგება გაიხსენა შემდგომ, რომელთგან რჩეული ქადაგებები შევიდა წიგნში, ღმერთთან ერთად სამარტოო საკანში. საკანში მარტო ყოფნისას სხვა პატიმრებს ის მორზეს ანბანის მეშვეობით ელაპარაკებოდა და მათთვის სინათლე მოჰქონდა თავად ბნელ საკანში მჯდომს. საბინა აგრძელებდა იატაკქვეშა ეკლესიაში მსახურებას. თუმცა 1950 წელს ისიც დააპატიმრეს და 3 წლით რუმინეთის საშინელ შრომა გამასწორებელ ბანაკებში გაამწესეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად შეატყობინეს ქმრის სიკვდილის შესახებ, საბინას არ სჯეროდა ამის. რიჩარდი პირველი პატიმრობიდან 8 წლის შემდეგ 1956 წელს გაათავისუფლეს და ქადაგება აუკრძალეს. თუმცა მას მსახურება არ შეუწყვეტია, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს 1959 წელს და 25 წელი მიუსაჯეს. 1964 წელს კი ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს,
თუმცა მეგობრებს ეშინოდათ, რომ მას კვლავ დააპატიმრებდნენ და ამიტომაც ებრაელებისადმი მიმართული ნორვეგიის მისია და ებრაელ-ქრისტიანთა ალიანსი რუმინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას ვურმბრანდების $10,000 სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ შეუთანხმდნენ. როცა თითო პოლიტიკურ პატიმარს რუმინეთი დაახლოებით $2,000 ყიდდა დასავლეთში. შობის დამდეგ საბინა, რიჩარდი და მათი ვაჟი მიჰაი ნორვეგიაში, ოსლოში ჩავიდნენ, სადაც მათ რამდენიმე ერთგული მეგობარი დახვდათ. ვურმბრანდები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. 1966 წელს ის ამერიკის სენატის შიდა უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა დამოწმებით, სადაც ტელეკამერების წინ ზედა სამოსი გაიხადა და იქ მყოფთ უამრავი ნაიარევი უჩვენა. ამან ხალხის ყურადღება მიიპყრო და რიჩარდ ვურმბრანდი ცნობილი გახდა როგორც იატაკქვეშა ეკლესიის ხმა. 1967 წელს ვურმბრანდებმა დააარსეს მსახურება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ცნობილი გახდა წამებულთა ხმის სახელწოდებით. მსახურების მიზანი იყო დევნილ ქრისტიანთა დახმარება მსოფლიოს ყველა კუთხეში. თავის წიგნში ქრისტესათვის წამებული რიჩარდ ვურმბრანდი წერს: წამება და მხეცური მოპყრობა არ წყდებოდა. მომდევნო წლებში რამდენიმე სხვადასხვა ციხეში ყოფნისას ზურგზე 4 ნეკნი და ბევრი სხვა ძვალიც გამიტეხეს. უამრავ ადგილას მსერავდნენ, წვავდნენ და სხეული 18-გან ამომიღრუნდეს. ოსლოში ექიმებმა სასწაულად მიიჩნიეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. თავადაც ვიცი, რომ ეს სასწაულია. ღმერთი სასწაულების ღმერთია. წამს რომ ღმერთმა ეს საოცრება იმიტომ მოახდინა, რომ ჩემი ხმა გაგეგონათ, რომელიც რკინის ფარდის მიღმა არსებული იატაკქვეშა ეკლესიის სახელით ღაღადებს. უფალმა მომცა შესაძლებლობა იმისა, რომ ცოცხალი გამოვსულიყავი და ხმამაღლა მეთქვა თქვენთვის თქვენი ტანჯული და ერთგული ძმების სათქმელი. 1990 წელს რუმინეთის დიქტატორის ნიკოლაუ ჩაუშესკუს დამხობის შემდეგ რიჩარდი და საბინა რუმინეთში დაბრუნდნენ. მათ ბუქარესტში ქრისტიანული სტამბა და წიგნების მაღაზია გახსნეს. რიჩარდ ვურმბრანდმა 18 წიგნი დაწერა ინგლისურ ენაზე, დანარჩენები კი რუმინულად. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი, ქრისტესათვის წამებული, 1967 წელს გამოქვეყნდა. თავის რამდენიმე წიგნში ის გაბედულად წერდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა მწამებელთა მიმართაც კი იმედიან და თანამგრძნობ დამოკიდებულებას იჩენდა. რიჩარდ ვურმბრანდი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, 2001 წლის 17 თებერვალს. მანამდე კი 6 თვით ადრე გარდაიცვალა მისი მეუღლეც, საბინა. რიჩარდ ვურმბრანდი ყველაზე ცნობილ და გავლენიან რუმინელთა ხუთეულში შედის. იმ დამსახურების გამო, რომელიც მას არამხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ ყველა ქრისტიანის წინაშე მიუძღვის. ქრისტეს რწმენის ურყევი დაცვისა და საშინელ ტანჯვაშიც კი უფლის ერთგულების შენარჩუნებისათვის. ის გახლდათ მაგალითი იმისა, თუ როგორ გიყვარდეს შენი მტერი და როგორ უნდა აკურთხებდე მას. დაცინვასა და ცილის წამებასაც კი სიყვარულის სიტკბოებით ვუპასუხებთ, რადგან კარგ გრდემლს არ ეშინია მრავალი უროს დარტყმისა. რიჩარდ ვურმბრანდი.